მოგესალმებით. პირველ რიგში თუ ეს განსაკუთრებული sapolicio ღონისძიება და ძალების მობილიზება და სპეცრაზმის ამ ხალხის სახლში შევარდნა მართლდება იმით, რომ ეს ადამიანები იმალებოდნენ, უნდა დავსვათ ერთი ძალიან მარტივი შეკითხვა. სად მოხდა მათი დაკავება? თუ მათი დაკავება მოხდა მათსავე საცხოვრებელ ადგილას, იმ ადგილას, სადაც ისინი რეგისტრირებული არიან და მათი რეგისტრირებული მისამართია, როგორ შეიძლება ადამიანი იმალებოდეს საკუთარ სახლში და საკუთარ რეგისტრირებულ მისამართზე? როგორ შეიძლება ადამიანი იმალებოდეს და თან ტელეფონი არ ქონდეს გამორთული და თავისი SIM ბარათიედოს? როგორ შეიძლება ადამიანი იმალებოდეს და არ ახორციელებდეს არც ერთ ქმედებას, რომელიც შეიცავს მიმალვის ნიშნებს, ანუ როდის დაიმალნენ 4 ოქტომბრის შემდეგ 13 დღე არის გასული, დღეს ხო 13 დღეა გასული და ამ 13 დღის განმავლობაში დაგვისახელონ კონკრეტულად რა ღონისძიებები განახორციელეს ამ ადამიანებმა იმისთვის, რომ მიმალულიყვნენ და რატო არ გამოვიდათ ისევ თავიანთ სახლებში რატო იყვნენ? ანუ რამხელა აბსურდთან გვაქვს საქმე, როცა გვეუბნებიან, რომ ვიღაცა იმალება, ოღონდ იმალება საკუთარ სახლში და ჩვენ ამისთვის გვჭირდება, რომ იარაღიანი ადამიანები მასთან სახლში შევარდნენ, მისი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ გაკოჭონ და გაკოჭილი გამოიყვანონ და დატრამონ ყველა საერთოდ ვინც შეესწრება ამ სანახაობას. მე რაღაცა ამაზე პასუხი აქვს ხოლმე ხშირად ის, რომ წინა ხელისუფლების დროს უნდა გენახათ რა ხდებოდა და თქვენ ხო ხედავთ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და თუ იღებდით მაშინ ხმას, ეხლა რატო ვერ ხედავთ რა ხდება და ეხლა რატო არავინ არ იღებს ხმას, როცა უპრეცედენტოდ რაღაცა მაღალი სისასტიკეა და ადამიანებს ციხეებში ისეყრიან, რომ თვითონ უკვე რესურსის აღარ ყოფნით და ბრალის ადგენების, ამასალების შეგროვების, თვითონ იზოლატორებში საშინელი ამბავია, იმდენად გადატვირთულია ყველაფერი. კარგი, ბორის, რა შეგიძლია თქვა უშუალოდ პირთან დაკავშირებით, ვისაც თქვენ ესაუბრეთ, იმიტომ რომ ყველა უფლებადამცველი ახლა ლაპარაკობს იმაზე, რომ აი ზუსტად უნდა ნახონ ბრალი რაში მდგომარეობს, ხო? მაგალითად ზოგს უთხრეს იქ 226-ე და ასე შემდეგ და ნაწილმა არ იცის და ასე შემდეგ, ხო? აი ამ ნაწილზე რისი თქმა შეგიძლია, როგორ რა იცი, უთხრეს მასაც ადგილზე რა მუხლით აკავებდნენ კონკრეტულად, ანუ რა მტკიცებულებებთან აქვთ საქმე, რა შეაგროვეს თუ აი ბუნდოვანია ეს საკითხი? მას ბრალი უნდა წარუდგინონ ოფიციალურად და ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ გავიგებთ კონკრეტულად რა შედავება მას პროკურატურა. ჩემი აზრით სტანდარტულად 222-ის ცდელობა იქნება და 225 და 226 მუხლს რაც შეეხება 226 მუხლის საერთოდ უნდა არსებობდეს რისხის სამართლის კოდექსში და განჭრეტადი არ არის და ადამიანები ფიზიკურად ვერ იგებს მათ რა წერია როგორც უნდათ ისე ყველაფერს მოარგებენ. თუმცა ეხლა მე ვესაუბრე მიხეილ თომორაიას და ეს ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ ამ სამსასამართლოში სიმართლის პოვნა ძალიან რთულია, მაშინ სახელმწიფო არის შენს წინააღმდეგ დარწმუნებულია იმაში, რომ ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობას განუსაზღვრავენ ორთვიანს და რა ვიცი, ხდება რა პროცესშიც არის, ხდება რაც ხდება მისი ირგვლივ და მზად არის ამ ყველაფრისთვის მე რაც შევატყე. ამის იგი ჯერი ეხა ჩვენზე არის, რომ ჩვენი თანამებრძოლები არ მივატოვოთ. ქართულ ოცნებაში ეგრეა ხოლმე, ვინმეს რო პარტიასთან პრობლემა აქვს და ვინმეს რო აკავებენ, დანარჩენები ყველა მისგან გვერდით გაიწევიან, როგორც კეთრომას ისე შემოეცვლიებენ ხოლმე და მასთან გადაღებულ ფოტოებსაც კიშლიან Facebook-იდან და ამბობენ, რომ არა ჩვენი მეგობარი ეს არ იყო, უბრალოდ ნაცნობები ვიყავითო და მეორე მხარეს აქეთ ხარის პირიქით ხდება. შეიძლება ადამიანს ძალიან ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა, მაგრამ როცა ხედავ, რომ აკავებენ, როცა ხედავ, რომ ამხელა გაჭირვება მის თავს, მე ყველა რაღაცა ათმაგი ენერგიით ცდილობს და ეხმაროს და მხარში ამოუდგეს და არ მიატოვოს და ეხლა ჯერი ჩვენზეა, რომ ჩვენი თანამებრძოლები არ მივატოვოთ ამის იქეთ რა ვიცი ადვოკატები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ იყოს არც ერთი ნაბიჯი, რომელსაც ისინი გადმოდგამენ, ისე რომ ჩვენ აქედან ბრძოლა არ დავახედროთ, თუმცა ასე უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოების აზრზე და რაღაცა ამ განწყობებზე ბევრად მეტია დამოკიდებული ვიდრე სამართლეულ არგუმენტებზე, რომელსაც უფლებადამცველები წარმოადგენენ სასამართლო პროცესის მსვლელობის დროს. კარგი, და ბოლო კითხვას დაგისვამ იმ სურათის გათვალისწინებით, რომელიც არის, ხო, უკვე ათეულობით ადამიანია დაკავებული 4 ოქტომბრის შემდეგ. და ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაანონსებული პარტიების გაუქმების საკითხი რაღაც ქმედითი გახდა, ხო, რაღაც ის მოლოდინია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ამ სურათზე რისი თქმა შეგიძლია? ძალაშია ახალი შემზღუდავი კანონები შესული, თუმცა დღეს ასევე ვნახე არაერთი ანონსი და საუბარი სოციალურ ქსელში იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანების ჯგუფი აპირებს ისევ შეკრებას რუსთაველის გამზირზე. აი ამის გათვალისწინებით რა არის თქვენი კომენტარი და შეფასება?
ქართული ოცნება ცდილობს, ეხლა ბევრად უფრო აქტიურად იმას, რასაც ცდილობდა ადრე, რომ ერთი ადამიანიც კი არ დარჩეს ამ ქვეყანაში, ვისაც შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს და გზა გადაკეტოს და ისეთი რაღაცები ვილაპარაკოს, რაც მათ არ მოსწოთ. ეს ყველაფერი საბოლოოდ ძალიან იდიოტურ რაღაცებმა უნდა მიდის, მაგალითად იქამდე, რომ რატო ვერ ბრძოლო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტს, როცა შემიძლია მთელი პარტია აღბრძოლო. რაღაცა რატო ვიზნო იმაზე, რომ აქცია არ ტარდებოდეს, როცა შემიძლია, რომ ადამიანებს უბრალოდ ძალიან გაურთულო ქუჩაში გამოსვლა და რაღაცების ლაპარაკი. საბოლოოდ იყო ამ ქვეყანაში ერთი პარტია სამწუხაროდ, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას, რომელსაც ყველა სხვა პარტია აკრძალა, რომელიც ძალიან შეუძლებლად უყურებდა მიტინგებს და განსხვავებულებას, რომელიც უშვებდა ექიმებს, კომედიანტებს და მსახიობებს ციხეში და იმას იქითაც და საბოლოოდ ამ პარტიამ დაასრულა ძალიან ცუდად. და ქართული ოცნება ვერ შეძლებს იმას, რაც ამ ქვეყანაში ვერ შეძლო ლენინმა, სტალინმა, ბრეჟნევმა და ხრუშოვმა. მაგაში ვარ დარწმუნებული, ისინი ვერ შეძლებენ ესეთი ქვეყნის აშენებას და მართვას, როგორიც აშენებითაც ეხლა გვემუქრებიან და ეს მადლობა. მიაღვარი ამ ახალი კანონების მხოლოდ იმისთვის არის, რომ ჩვენ შეტევაზე არ გადავიდეთ და მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ვიყოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბორის, დაგემშვიდობები. ბორის ჩელეყურვა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში ადვოკატი